ფილმი ეძღვნება თელავში გიგოს გორაზე დახვრეტილ თახსოვნას. ასევე ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს ჩეკას ჯურღმულებში გამოასალმეს და გიგოს გორაზე ჩამარხეს. ჩარჩენილი მაქვს ვერსიერებაში, მოხუცებისგან გამიგია ეგ ამბავი. აი ცოდვიანი გორაო, ცოდვიანი გორა. ალბათ მხედველობაში ეგ აქონდათ. ანა დედაშენისგან კი გეცოდნებოდა ყოველთვის. ბებია ჩემი, პაპა ჩემისგან. ხალხის გადმოცემით გამიგია გიგოს გორაზე ხალხს ახრეტავდნენ და იქვე ასაფლავებდნენ. თელავის ტერიტორიაზე ასე იყო. კახეთში მიჯილებს ყველა მიჯილს სიკვდილ მიჯილს ხრეტავდნენ გიგოს გორაზე. ეს გადმოცემით როგორც ვიცი იმ თაობის ხალხისგან. ნადიკვრის ქუჩაზე სადაც ჩვენ ცხოვრობდით გაატარებდნენ ხოლმე მიცვალებულებს და ახრეტილებს. ამ დასახვრეტად მიიხავდათ ხალხი. პოლიტიკურმა ბიურომ, რომელიც დარაჯად უდგას მშრომელი ხალხის მონაპოვარს, თავის დროზე ალაგმა მუშების და გლეხების მტრები და ყველა დამნაშავეს მიუსაჯა უმაღლესი სასჯელი. დახვრეტა. თელავში ნადიკვარზე, ამ ადგილას. მაშინაც 1924 წელს სწორედ ეს ცაცხვის ხე იდგა. მსჯავრდებულებიც სწორედ ამ გზით მიხავდათ. მათ გიგოს გორამდე უნდა მიეღწიათ. ნაცემ-ნაწამე პატიმრებს სიარული უჭირდათ. ჯალათები ზოგჯერ გულგრილად საუბრობდნენ, ზოგჯერაც დუმილითან დამცინავი ღიმილით აცილებდნენ მსხვერპლს. გიგოს გორა სიკვდილ მიჯილებს დასახვრეტად ელოდა. ამნაირად ძირში ჩაკლულ იქნა ბანდიტური განზრახვანი და მომავალშიც მუშურ გლეხური ხელისუფლება. დახვრეტილ იქნა გახურებული რაზმაძე, ნიკოლოზ კირილესძე, ციცქიშვილი, გიორგი მიხეილისძე, ჯაფარიძე, ივანე საჩინოსძე. გასული საუკუნის 20-იან წლებში გიგოს გორაზე უამრავი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. აქვე სახელდახელოდ ითხრებოდა სამარეები. იყო შემთხვევები, როდესაც მომაკვდავს ისე ზერელედ მარხავდნენ, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს მიწას უნთქავს. მიცვალებულები ჩანდნენ. მათ ამოცნობას და საიმედო ადგილას გადასვენებას ოჯახის წევრები იოლად ახერხებდნენ. როგორც ჩანს, საქართველოში ახლად ფეხადგმულ საოკუპაციო რეჟიმს გვამების აღარ ეშინოდა. გვამები წითლებს აღარ ხიბლავდნენ. სასაკლაო, რომელსაც გიგოს გორას ეძახდნენ, ადრე ბოლშევიკების შემოჭრამდე. თავად გიგო ვახვახიშვილს ეკუთვნოდა. აქ ერთი პატარა ეკლესიაც იდგა, რომელიც სხვადასხვა გადმოცემით პატარა კახის ქალიშვილის ნინოს თხოვნით აშენდა. თელაველი დარბაისელის, გიგო ვახვახიშვილის მეუღლე სწორედ მეფე ერეკლესა და თეიმურაზის შთამომავალი ყოფილა. რამდენიმე ხნის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ვახვახიშვილებისთვისაც მოიცალა და უმოწყალოდ გაუსწორდა. დახვრეტებს ვერც ისინი გადაურჩნენ. სადამსჯელო ღონისძიებებმა მძაფრი ხასიათი 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების დამარცხების შემდეგ მიიღო. განსაკუთრებული სისასტიკით იდევნებოდნენ შეფიცულთა რაზმის წევრები და მათი მეთაური ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ჩოლოყაშვილი მანამდე ქიზიყის ტყეში გაიჭრა და არაერთი თავდასხმა მოაწყო. მას კარგად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ეროვნულად მოაზროვნე საზოგადოებაში. კახეთში ქაქუცას უამრავი მიმდევარი და თანამებრძოლი ჰყავდა. თავისუფლების მოედანი ნომერი 17. ამჟამად ეს შენობა კერძო საკუთრებაშია. 20-იან წლებში აქ თელავის მაზრის პოლიტბიუროს დაედო ბინა. ეს ორგანო საქართველოს საგანგებო კომისიის იგივე ჩეკას დანაყოფს წარმოადგენდა. აშკარა იყო, რომ ახალ რეალობაში ბოლშევიკური კეთილხმოვანების დამყარებას უკვე საკნებისა და დასაკითხი ოთახების საშუალებით აპირებდნენ.
გიორგი, ცოცხალი ხარ? ჯერჯერობით ელიზბარ. რაღაც ძალა ჩამჩორჩულებს. შენ უნდა გადარჩე. თუ გადარჩი, დამეკოცნე ჩემი ბიჭიკო. მომიკითხე მოხუცი დედა და ჩემი მეუღლე. ეს იყო ყოფილი მოსწავლის და მასწავლებლის ბოლო გამოლაპარაკება. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორმა თანამოაზრემ ერთმანეთი უკანასკნელად აქ მაშინდელი ჩეკას ჯურღმულებში ნახა. გიორგი ციცქიშვილი, რომელიც ქართულ ენას თელავის ვაშტა გიმნაზიაში ასწავლიდა, ჩოლოყაშვილის ნათესავი და მხარდამჭერი იყო. მის სახლში გამართულ კონსპირაციულ შეკრებებს ქაქუცაც ესწრებოდა. ციცქიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რიგებში ირიცხებოდა და მოსწავლეთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი გავლენით თელაველი მოსწავლეები ამ პარტიაში ერთიანდებოდნენ. დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მოხალისეებად მსახურობდნენ და ბრძოლებშიც ღებულობდნენ მონაწილეობას. გიორგი ციცქიშვილს რეჟიმი მეორედ ძდევნიდა, თუმცა ამჯერად მას უკვე გიგოს გორაზე სიკვდილი ემუქრებოდა. სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა ემუქრებოდა გიორგი ციცქიშვილის ყოფილ მოსწავლის ელიზბარ მაყაშვილს, რომელიც ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო. ელიზბარი ძმასთან ერთად შეფიცულებს ზურგს უმაგრებდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის არალეგალურ საქმიანობაში. ძმისა და მამის სიკვდილი ელიზბარმა პოლიტბიუროში გადმოყვანამდე ცოტა ხნით ადრე თელავის ციხეში შეიტყო. ახლა კი მისი ჯერიც ახლოვდებოდა. თუმცა ჯერ მასწავლებელი გამოიძახეს. ციცქიშვილი გიორგი, შვიდობით ყმაწვილებო, მედგრად. გიორგის შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი გაიყვანეს. განწირული ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა. 19 წლის ელიზბარს უკვე სიკვდილი აღარ აფიქრებდა. შეძრული და გაქვავებული დინებას მიხვებოდა. მერე უეცრად რევოლვერი გავარდა, რასაც შემზარავი ღრიალი და კივილი მოხვა. ვიღაცამ დაიყვირა პოლიტბიუროს უფროს კოლია ჯაფარიძეს ესრულესო. ატყდა პანიკა. დაიწყო მასიური ხოცვა-ჟლეტა. პატიმრებს ხმლებით შეხვდნენ, არავის ინდომდნენ. თელავის ჩეკას შენობა მშობლიური პარტიის ფერში შეიღება. სარდაფი, ნატყვიარი და კედელში ჩარჩენილი რამდენიმე ტყვია. ტყვია, რომელიც არაერთი წართმეული სიცოცხლის მოწმედ იქცა. ნაწამებთა სულები ალბათ ისევ ჯალათებს ერჩოჩულებიან. ერთი შეხედვით თითქოს ებრძვიან, წყევლიან, ლანძღავენ. არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ არ გსურს მშვიდობა გისურვოთ. არ გეუბნებით ნახვამდის, იმიტომ რომ არ გვინდა კიდევ გნახოთ. გისურვებთ ხანმოკლე სიცოცხლეს, სიმარტოვეში სიკვდილს და გაღწნილი გვამები, თქვენი გაღწნილი გვამები წლების შემდეგ ეპოვოთ და ისიც მხოლოდ შემთხვევით. მაგრამ სინამდვილეში ნაწამებთა სულები ალბათ ისევ ჩურჩულებენ. ჩურჩულებენ ძალიან ჩუმად და ისიც ისევ ჯალათებისთვის. სწორედ ჯალათებისთვის ლოცულობენ. ამ სასაკლაომდე ცოტა ხნით ადრე 1924 წლის აგვისტოს მიწურულს ნადიგვარის ქუჩის ასახვევთან დიდი ქორწილი გაიმართა.
აქ იმყოფებოდნენ თელავის საზოგადოებაში კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა შორის გიორგი ციცქიშვილიც იყო. მაღალბელეტაჟიანი, დიდაივნიანი სახლიდან სიმღერის და საქორწილო შეძახირების ხმა გამოდიოდა. იქაურობა ყურადღებას იქცევდა. ეს ამბავი არ გამოპარვია პოლიტბიუროს. მოგვიანებით ადგილზე საგანგებო დანიშნულების ნაწილის იგივე ჩონის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თავდაპირველად ქორწილს მაზრის პოლიტბიუროს რწმუნებული ტოლსტოვი ეახლა. ამბობენ, რომ რუსეთიდან სპეციალურად მოვლენილ ტოლსტოვს წარმომავლობა არისტოკრატული ჰქონდა. მას თავი ღირსეულად ეჭირა და კეთილშობილი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი გალანტურობითაც საუბრობდა. გაფრთხილებას დაშლის შესახებ მეხორციელთა პროტესტი მოხდა. Вы это серьезно? Вполне. И не по своей вине. Толстовი განმეორებითაც შეეცადა შეკრებილთა დაშლას, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ საქმეში უკვე განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილი ჩაერთო. ჩონის ჯარისკაცების გამოჩენას უკმაყოფილება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ბევრი დააპატიმრეს. ზოგმა გაქცევით უშველა თავს და მიიმალა. გააპარეს ახალგაზრდა სულხან სულხანიშვილიც. დაპატიმრებულები კი თელავის ციხის გზას გაუყენეს. შუაღამე იყო. ზაფხულის ბოლო და აგვისტო ცილეოდა. გზაში მეკორწილეებმა სიმღერაც წამოიწყეს. მორბის არაგვი ხმებში გაიშალა. ღამის სიჩუმეს ბადრაგის თანხლებით მიმავალი კახელების შემოძახილი არღვევდა. არავინ იცოდა რა ელოდა. ცუძეც არავინ ფიქრობდა. უდანაშაულო ხალხი მომხდარს უფრო გაუგებრობას მიაწერდა და იმედოვნებდა, რომ ყველას მალე გაანთავისუფლებდნენ. მეორე დღეს ელიზბარ მაყაშვილი იყალთოდან სულხანიშვილების ოჯახს ეწვია. სადაც წინა ღამით ქორწილიდან გამოქცეული სულხან სულხანიშვილი იმყოფებოდა. საფრთხის გამო ელიზბარმა გადაწყვიტა სულხანი ქაქუცასთან წაეყვანა. თუმცა ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს და იძულებული გახდნენ პოლიტბიუროს ჩაბარებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ მაყაშვილი პატიმრობაში მყოფ თავის ყოფილ მასწავლებელს გიორგი ციცქიშვილს თელავის ციხეში პირველად ხვდება. უკანასკნელად კი ისინი ჩეკას საკანში გამოელაპარაკებიან. იმ დღეებში დაკავებულთა შორის აღმოჩნდა გიორგი ციცქიშვილის თანაპარტიელი და თელავის მაზრის პარიტეტული კომიტეტის წევრი ნიკოლოზ რაზმაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით, ადვოკატი რაზმაძე ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში ირიცხებოდა, ხოლო 1919 წელს კახეთის მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობის თავმჯდომარე იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ რაზმაძეს თელავის რევკომის ხელმძღვანელი შალვა მათიკაშვილი დაუკავშირდა და ყველა განაჩენის შეთანხმება მოსთხოვა. რაზეც მტკიცე უარი მიიღო. რაზმაძე დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, ნიჭიერ და ავტორიტეტულ პროფესიონალს ახალგაზრდა რეჟიმი ჯერ ვერაფერს აკლებდა. მან თანამდებობა მოსამართლეთა ყრილობის გაუქმებამდე დაახლოებით 2 წელს კიდევ შეინარჩუნა. ბოლოს რაზმაძე პროკურორად მუშაობდა. შემდეგ კი ადვოკატად მოეწყო. ოჯახს ძალიან უჭირდა. წლების წინ მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაუბლებულ ბავშვებს ძიძას რდიდა. შალვა მათიკაშვილს, რომელსაც ერეკლე მეორეს სასახლეში დაედო ბინა, ყოფილი მოსამართლე არ დავიწყებია. 1924 წელს რაზმაძის ცხოვრებაში რევკომის თავმჯდომრის და მისი ამფსონების მეორედ გამოჩენა საბედის წერო აღმოჩნდა. სახლში დაბრუნებულ რაზმაძის ახალგაზრდა ვარს ირაკლის გაჩხრეკელი, აწეწილ-დაწეწილი ოთახები და 10 წლის მომტირალი დადახვდა. საშინელებაც სწორედ მაშინ დაიწყო. დაყავებულთაგან ყველაზე სასტიკად ნიკოლოზ რაზმაძე აწამეს. ალბათ სისტემა
ადვოკატს ძველწყენასთან ერთად პარიტეტულ კომიტეტთან სიახლოვეს ვერ პატიობდა და მისი მეშვეობით აჯანყების შესაძლო მონაწილეებზე გასვლას ლამობდა. პოლიტბიუროდან საკაცით პალტო გადაფარებული კაცი გამოიყვანეს. ირაკლიმ ცოცხალმკვდარი მამა პალტოთი ამოიცნო. გავყევი საკაცეს. მიიყვანეს საავადმყოფოში. შევარდი ოთახში. გადავხადე პალტო. საკაცეზე უგონო მდგომარეობაში იყო ნაცემი. დალეწილი მამაჩემი. საკაცეს გარს ეხვივნენ ჯალათები. თითქოს ეს დამსხრეული, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი მათ გაექცეოდათ. ნანახმა 17 წლის ირაკლი რაზმაძე უკიდურესად დათრგუნა და გააოგნა. ცოტა ხანში საავადმყოფოს ეზოში უკვე ჯალათებს ლანძღავდა. დააკავეს. ახალგაზრდა ირაკლი რაზმაძეს სადღაც აი აქ დააკავეს და ჩეკას სარდაფში გამოკეთეს. სარდაფში, სადაც კიდევ რამოდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. საშა ჯორჯაძის ხმა შემოესმა. ირაკლის სკოლელი საშა ჯორჯაძე კომკავშირის რიგებს მხოლოდ იარაღის, ბრაუნინგის გამო შეერთებოდა. ახლა კი პოლიტბიუროს ჯურგმულში საკუთარი მამის მოსანახულებლად მოსულიყო და მის დახსნას ცდილობდა. ირაკლი რაზმაძე მალევე გამოუშვეს, თუმცა განთავისუფლებამდე მას პოლიტბიუროს უფროსის კოლია ჯაფარიძის სასტიკი მუქარის მოსმენა მოუხდა. დახვრეტების მასშტაბური სერია თელავში სექტემბერში დაიწყო. სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა ყველა, ვინც დაეკავებინათ და თვალში ნაკლებად ან საერთოდ არ მოსდიოდათ. მეკორწილეებს, მათ შორის გიორგი ციცხიშვილს და ახალგაზრდა სულხან სულხანიშვილს, ასევე მომაკვდავ ნიკოლოზ რაზმაძეს, ელიზბარ მაყაშვილს და მრავალ სხვას სიკვდილისთვის ამზადებდნენ. ზოგიერთები კი უკვე დაეხოცათ და ოჯახის წევრებს გიგოს გოროდან ქვამების მოპარვაც მოესწროთ. პატიმრების სარდაფიდან პოლიტბიუროს უფროსის კაბინეტში ახავდეთ, საიდანაც სასიკვდილო გზას უნდა შესრულმოდნენ. ნადიკვარის ქუჩას დაახლოებით 300 მეტრიან გზას სიკვდილ მიჯილთა ერთი წყება უკვე მიუყვებოდა. მათ შორის გიორგი ციცხიშვილიც იყო. უგონოდ მყოფ ნიკოლოზ რაზმაძეს დასახვრეტად საკაცით მიეცილება. ამასობაში ჯერმა კომკავშირელ საშა ჯორჯაძის მამას ვლადიმერ ჯორჯაძესაც უწია. ის უკვე პოლიტბიუროს უფროსთან აეყვანათ. მალევე კაბინეტში საშა შევიდა და მამის გადარჩენა ითხოვა. თუ შენ ნამდვილი ბოლშევიკი ხარ, თვითონ დახვრეთ მამას საკუთარი ხელით. გულგრილად მიუგდო პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ჯაფარიძემ. 18 წლის საშა ჯორჯაძემ იარაღი ამოიღო და ჯაფარიძეს ზედიზედ ორჯერ ესროლა. ხელში დაჭრა აქტივისტი ქორიძე. რევკომის თავმჯდომარე შალვა მათიკაშვილი კი გადარჩა. ტყვია არ გავარდა. ახალგაზრდას ნაჩუქარმა ბრაუნინგმა უმტყუნა. მამაშვილი ჯორჯაძეები ერთმანეთის თვალწინ ხმლებით აკუწეს. შემდეგ დანარჩენებს მისდგნენ. პატიმრებს განურჩევლად ჩეხავდნენ, იარაღებიდან ესროდნენ. სისხლი აივნის ხის იატაკიდან ქვემოთ შონავდა. მალე სასაკლაო ქვედა სართულზე გადაინაცვლა, იქ სადაც სულხან სულხანიშვილი და ელიზბარ მაყაშვილი საკანში იმყოფებოდნენ. მერე ვიღაცეებმა გამალებით საკაცეს დაუწყეს ძებნა. ყვიროდნენ. დაბნეულები დარბოდნენ. აქეთ-იქით აწყდებოდნენ. სასიკვდილოდ დაჭრილ ჯაფარიძეს სასტრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროებოდა. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი საკაცე ჰქონდათ და ისიც
პოლიტბიუროს თანამშრომლები ნიკოლოზ რაზმაძეს თავქუდ მოგლეჯილები დაედევნენ. საკაცაზე, რომელზეც ყოფილი მოსამართლე ცოცხალმკვდარი იწვა და დასაყვრეტად გადაჰყავდათ, ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა. როგორც იქნა წამოეწივნენ. ნადიკვართან ერთ-ერთი სახლის პარმახთან რაზმაძე ძირს გადმოაგდეს, ტყვიები დაახალეს, ადგილზე სახელდახელოდ დახვრიტეს, საკაცეს ხელისტაცეს და სულ მოუთქმელად გაიქცნენ. გიორგი ციცქიშვილმა, რომელსაც სიკვდილს სულ რამდენიმე წუთი აშორებდა, ცოლს დაუძახა. შენ დაუბრახუნე კარზე, გამოიტანონ რამე და გადააფარონ მოკლულს. ცველმა კარზე დიდხანს აბრახუნა. სახლიდან ქალი გამოვიდა. მერე ზეწარიც გამოიტანეს და ცხედარს გადააფარეს. ასე ეგდო მოკლული რაზმაძე ქვაფენილზე, სანამ ურემი არ გამოჩნდა. ბოლოს ურემზე დადეს და გიგოს გორაზე წაიღეს. ეს ყველაფერი სადღაც აი აქ მოხდა. სახლში, რომლის კარზეც მცველი აბრახუნებდა, წინაღამით ფარულად გიგოს გოროდან ახალგაზრდას ცხედარი მოესვენებინათ. გიგიც ხორცილიდან აეყვანათ. მას ეზოში კრძალავდნენ. მიცვალებულს წეს მამა ლუკა უგებდა. მამა ლუკა თეთრაძე მოსახლეობაში განსაკუთრებული სიყვარულითა და ნდობით სარგებლობდა. იგი იყო გამორჩეული, ღირსეული, მტკიცენების ყოფის მქონე ადამიანი. მამა ლუკა უნდა ჩაზღომოდა სათავეში სობოროს ტაძარს, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლის დროს დაიკეტა და მოგვიანებით მის გახსნას აპირებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ აღდგომის მეორე დღეს მამა ლუკამ გიგოს გორაზე დახვრეტილების სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტა. ხალხი დილიდან შეიკრიბა. უამრავი მგლოვიარე ესწრებოდა ცერემონიალს. მამაომ 1 საათს სწირა. ისმოდა დაყოფულთა სახელები. იქაურობას წმინდა წყალი ებკურა და საკმაველის სურნელის დადრეელდა. თუმცა ყოველივე ტრაგიკულად დასრულდა. მამა ლუკას განზრახვა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. პანაშვიდიდან მომავალი მოძღვარი ნადიკვართან სამმა პირმა შეაჩერა. წაიყვანეს. გზაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ათრევდნენ, ლანძღავდნენ, აგინებდნენ. სასტიკად ამცირებდნენ. ბოლოს საპარკმახეროსთან გაჩერდნენ. პარკმახერის სახელად ჟორჟი უარს ამბობდა ტიროდა. ხელები უკანკალებდა. გამგრიჭე შვილო, ღმერთი შეგინდობს, წარმოს თქვა მშვიდად. თმა და წვერი ერთიანად გაბარსეს. მამაოს წარბიც არ დაუტოვეს. სამოცდაათ წელს გადაცილებულმა მამა ლუკამ შეურაცხყოფა და ღირსების აყრა ვერ აიტანა.
ის თელავის ზემოთ ჯვარ პატიოსნის ეკლესიასთან ტყეში მუხლ მოყრილი და მიწაზე დამხობილი მკვდარი იპოვეს. ამბობენ ლოცვის დროს გარდაიცვალა. Местной тройкой приговорен к расстрелу. Но ввиду переполоха и ранения товарища Джапаридзе не успели расстрелять, Квитхулов Терткан. Схваган Кицерен не успели связать, и по случаю переполоха он остался в камере, а после последовало распоряжение на прекращение расстрелов. Аммизезит არაერთი პატიმარი გადაურჩა სიკვდილს. პოლიტბიუროში ახალგაზრდა საშა ჯორჯაძის მიერ ატეხილმა სროლამ და თავგანწირვამ დახვრეტების შეაჩერა. სიკვდილს გადაურჩნენ პატიმრები სულხან სულხანიშვილი და ელიზბარ მაყაშვილიც. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეკავშირე 18 წლის სულხან სულხანიშვილი მანამდეც ყოფილა დაპატიმრებული. ჩეკას სასაკლაოდან თავის დაღწევის შემდეგ ის კვლავაც აგრძელებდა ანტისაბჭოთა მოღვაწეობას. 1927 წელს თბილისში რუსთაველის გამზირზე სულხანიშვილი პროკლამაციებს აკრავდა, რის გამოც დაიჭირეს და რამდენიმე წლით ასტრახანში გადაასახლეს. სულხან სულხანიშვილი 1987 წელს გარდაიცვალა. მისმა შვილიშვილმა, სულხან სულხანიშვილმა, ყველასათვის კარგად ცნობილმა სუხიამ აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირა თავი. ელიზბარ მაყაშვილმა 1927 წელს ოსმალეთში გადასვლა და საფრანგეთში გამგზავრება შესძლო. აქვე დაოჯახდა. მონაწილეობას იღებდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ საქმიანობაში. 80-იანი წლებიდან ის ქალაქ მონპელიეს მახლობლად ფრანგ მევენახეთა სოფელში განმარტოვებით ცხოვრობდა. მას სიცოცხლის ბოლომდე სამშობლოში დაბრუნება არ ღირსებია. ელიზბარ მაყაშვილი 1991 წელს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. ქალაქ მონპელიეში მოღვაწეობდა მაყაშვილის მასწავლებლის გიორგის ძმა ვასო ციცქიშვილიც. ის პარიზში დაარსებული ქართული ანტისაბჭოთა ერთობის თეთრი გიორგის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. გიგოს გოროზე დახვრეტილი გიორგი ციცქიშვილის მეორე ძმა და ვაჟიც ბოლშევიკურმა რეჟიმმა შეიწირა. ბოლშევიკურ ტერორს გადაურჩა მხეცურად მოკლული და გიგოს გორაზე ჩამარხული ყოფილი მოსამართლის შვილი ირაკლი რაზმაძე. 1989 წელს მან საგაზეთო პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მამის რეაბილიტაციის შესახებ თხოვნითაც მიმართა. საბჭოთა სასამართლომ ირაკლი რაზმაძის თხოვნა დააკმაყოფილა. უკანასკნელი, ვინც გიგოს გორამ იმსხვერპლა, გიორგი სამსონისძე ჭირაქაძე იყო. ის საზღვარგარეთ საქართველოსდან 1930 წელს გაიქცა. ვერმახტის მზვერავთა ჯგუფი მაიორ გიორგი ჭირაქაძის მეთაურობით გომბორის მახლობლად ვაშლიანთან გადმოსხეს. სულ 5 კაცი, ქართველები, რომლებიც მან ნაცისტების ტყვეთა ბანაკიდან გამოიხსნა. დასმენა. ჭირაქაძეს თავისივე ჯგუფის წევრები ხელფეხს უკრავენ და თელავის შინსახკომის თანამშრომლებს აბარებენ. გიგოს გორა 1953 წელი 13 მაისი დახვრეტა შეძახილი სიკვდილი მოღალატეს ისტორია გაარკვევს ვინაა ჩვენს შორის მოღალატე გიორგი სამსონისძე ჭირაქაძე 1957 წელს დიდი ქართველი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის სახელის უკვდავსაყოფად გიგოს გორას ილიას გორა ეწოდა. თუმცა საზოგადოებამ არ გაიზიარა რაიონული აღმასკომის პათოსი. სასაკლაოს, რომელმაც არაერთი ადამიანი სიცოცხლე შეიწირა, ისევ ძველი სახით შეერჩა.